მოგესალმებით ახალამებს 12 საათზე ნუცა კოპალიანი გაგაცნობთ. ისრაელის ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი სილვან შალომი საქართველოსა და ინდოეთში მყოფ ისრაელის დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმაში ირანს ღიად ადანაშაულებს. ვიცე-პრემიერმა აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც შალომმა აღნიშნა, პან გი მუნმა დელიში ისრაელის დიპლომატებზე განხორციელებული თავდასხმითა და თბილისში არ შემდგარი ტერაქტის გამო შეშფოთება გამოთქვა. ირანი მსოფლიოში ისრაელის მისიებსა და ებრაელებზე თავდასხმის განხორციელებას დიდი ხანია ცდილობს, აღნიშნა სილვან შალომმა. ინდოეთში განხორციელებულ თავდასხმასა და საქართველოში ტერაქტის მცდელობაში ირანი და ჰეზბოლა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც დაადანაშაულა. თავის მხრივ ოფიციალური თეირანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, მოძრაობა ჰეზბოლის წარმომადგენლებს კი ისრაელის მაღალჩინოსნების განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. სოხუმში მყოფი 4 ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს. ისინი სოხუმის პორტში უკვე 1 წელია იმყოფებიან. გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე გემთმფლობელ კომპანია Starlit Shipping-ის 2011 წლის 21 თებერვალს დაუკავშირდნენ. თუმცა მათი ოჯახების ინფორმაციით ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონის დარღვევითა და მთაღრითური გზით შეიყვანეს. მეზღვაურებს გასამჯელოს სახით ამ დრომდე არანაირი თანხა არ მიუღიათ. მათი ახლობლები მომხდარში დამსაქმებელ ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებენ, თუმცა თავად ჩადუნელი მაესტროსთან საუბარში ამბობს, რომ ქართველი მეზღვაურები საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან და კუთვნილ თანხასაც მიიღებენ. სოხუმის პორტში დაკავებული მეზღვაურების ამსახველ კადრებს აფხაზეთის ტელევიზია ავრცელებს. მე ვიყავი გემთმფლობელსა და მეზღვაურებს შორის შუამავალი. გემის პასპორტს დაუკავშირე და გვიცხრა ამ კვირის ბოლოს. ჩამოვიყვან მაგ მეზღვაურებს ყველაფერს დასწავლიგებ. და დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში ოფიციალურად. ანაზაურების გულისთვის არიან ეხლა იქ ისინი გაჩერებულები. თორე ისე ჩამოყვანა ძალიან ადვილია მაგათ. ძალიან კარგია ჯანმრთელობის მდგომარეობაც და კარგად არიან, როგორც მე განმოვცეთ. არაფერი არ აკლიათ. აზოვის ზღვაში კი ყინულებს შორის ტვირთმზიდი მოექცა, რომელზეც 2 ქართველი მეზღვაური იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით გემის გამოსაყვანად ზღვაში სამაშველო ოპერაცია ყინულმჭრელების გამოყენებით უკვე მიმდინარეობს. ქართველი მეზღვაურების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ტვირთმზიდზე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აზერბაიჯანელი, თურქი და უკრაინელი მეზღვაურებიც იმყოფებიან. Возле судна «Святой Николас» вертолет зависает на несколько минут. Другие заканчивались запасы топлива, питьевой воды и продовольствия. Из-за похожей ситуации... თბილისის მეხუთე კლინიკის დამწრობის ცენტრში ღამით 2 პაციენტი ქვედა კიდურების მოყინით მოათავსეს. 24 წლის და 56 წლის პაციენტები ხარაგაულიდან და ჩუმათელეთიდან არიან, რომლებსაც ტერფების ნაწილობრივი ამპუტაცია მოუწევთ. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით მიმდინარე წელს კლინიკაში სხეულის მოყინვითა თუ გადაციებით 12 პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული. ოფიციალური ინფორმაციით კი მიმდინარე წლის თებერვალში მოყინვით 2 ადამიანი გარდაიცვალა. და ძლიერ ყინებს უკავშირდება ის ფაქტიც, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სირთულისა და კატეგორიის მოხეტიალობით კლინიკებში 30 პაციენტი გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით მოქალაქეებმა მოტეხილობები ყინულზე დაცემით მიიღებს. თბილისში არსებული მძიმე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე თბილისის მერიის ინიციატივით დედაქალაქის ყველა უბანში კი მიუსაფრთათვის სპეციალური ცენტრები გაიხსნა. სურვილისამებრ ადამიანებს იქ საკვებით უმასპინძლდებიან და ასევე შეუძლიათ ღამე გაათიონ. აღნიშნული ცენტრები უკვე მეორე დღეა რაც მუშაობს და ის ამინდების გაუმჯობესებამდე იარსებებს. ოთხი ადამიანი არის ამ თავშესაფარში ამჟამად. გუშინ შეიქმნა თავშესაფარი, როგორც მოგეხსენებათ, გვერდზე არის სასადილო, რომლითაც იგივებიან შეჭირებული ადამიანები და ამ ადამიანებს კერძზე იქნებათ ცხელი ყოველდღიურად უпростоრად და როგორც ხედავთ, სიტუაციაც და პირობებიც ასე თუ ისე ცუდია, ხარეთ ყოფნას ნამდვილად ჯობია. გული დასურით მიიღეს. შეძლებს ამგვარად ყველანაირ საჭმელს მაჭმე რაც კი აქვთ
ძალიან კარგი კვება აქვთ. თბილი ლოგინები არის მაგალითად კიდევ. და ძალიან დიდი მადლობა მე პირადად ამ არტისტს და თქმა უნდა გიგი უბლოვასაც კიდევ თქმა უნდა. ერთოდ ესენი მკვებავენ მე აქ დავდივარ აქ ვარ მომაგრებული. ისეთი კარგად გვემსახურებიან, ისეთი ხათრით, ისეთი ტკბილად და ზედმეტებსაც დამისხავენ ხოლმე წაიღე და ჭამეო. ძლიერმა კინოებმა პრობლემები შექმნა წყალმომარაგების კუთხითაც კომპანია Georgian Water and Power-ის ცნობით ძლიერი ყინვისგან ავარიულად დაზიანებული 1400 მმ-იანი ორი წყალდენიდან ერთ-ერთის მეშვიდე წყალდენის რეაბილიტაცია გუშინ საღამოს 9 საათისთვის დასრულდა. ღამის 11 საათიდან კი წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღუდგა მთაწმინდა კრწანისის რაიონს, ნუცუბიძის ფერდობებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ბაგებს. ამჟამად დასრულების სტადიაში ავარიულად დაზიანებული მე-6 წყალდენის რეაბილიტაცია შესაბამისად დღეს 14 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება სოფელ გდანსკ, კონიაკისა და გლდანულას დასახლებებს. ჯერ კიდევ წყლები არ აქვს ესე იგი გლდანსი გარკვეულ მიკრორაიონებში, ზედაზონებში უფრო მე-6 მიკრორაიონი, მე-7 მიკრორაიონი, მე-8 მიკრორაიონი, მე-5 მიკრორაიონი, მე-3 მიკრორაიონში და თემქის მე-3 მიკრორაიონში. ასევე არ არის წყალი კონიაკის დასახლებაში და აბჯალაში. იქ თავისი პატარ-პატარა ქუჩებით. მუშაობა უკვე დასრულების სტადიაშია, ჩვენი ვარაუდით უკვე სადღაც 1 საათნახევარში მოვრჩებით დაზიანების აღდგენას, მაგრამ წყლის შემოყვანას ქალაქში დაჭირდება კიდევ გარკვეული დრო, ამიტომ სადღაც დღის 2 საათიდან ეტაპობრივად დავიწყებთ აღდგენას ქალაქის წყალმომარაგებისას და საღამომდე ალბათ მთლიანად ჩადგება ჩვეულ რეჟიმში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი, როგორც ქართული ოცნების პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საინიციატივო ჯგუფს თავად ბიძინა ივანიშვილი წარადგენს და ის დაახლოებით 20 ადამიანისგან შედგება. ასევე ცნობილია, რომ მათ შორის არიან როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, უფლებადამცველები, იურისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების სახელოვნებო თუ ჟურნალისტთა წრეებიდან. ასევე საზღვარგარეთ მოხვედრე წარმატებული ქართველები. ქართული ოცნების პრესპიკერის თქმით, ეს სახეები არასოდეს ყოფილან პოლიტიკაში, თუმცა საზოგადოება მათ კარგად იცნობს. საინიციატივო ჯგუფის წარდგენა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში იწყება. სოფო ხორგუანმა ქართული პარტია დატოვა. ამის შესახებ ხორგუანმა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში თავად განაცხადა. ქართული პარტიის პრესსამსახური ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ხორგუანმა პარტიის თავმჯდომარის სახელზე დაწერილ განცხადებაში თავადვე განმარტა. მოტივი კი არის ის, რომ მას სურს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს. თავად სოფო ხორგუანი მომავალში საკუთარი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს, მისი თქმით ამ ეტაპზე პარტიის ლიდერობისთვის საკმარისი გამოცდილება არ აქვს, თუმცა გარკვეულ პერიოდს მემარცხენე იდეოლოგიის შესწავლას დაუთმობს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის უფლისადმი მიგების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს. დღესვე სამებაში ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს, რომელსაც მირონისტის მანამდე ხატი ერთ-ერთ ოჯახში იყო დაბრძანებული. ერთ-ერთ ღვთისმოსავ ქრისტიანს ქონდა გამოცხადება, რომ დღევანდელი დღე, ანუ მირქმა უფრო ზეიმით აღენიშნათ, რაც 554 წელს მართლაც დააწესეს და დღესასწაულის ჟამს, როდესაც უკვე ლიტანიობით შემოუარეს ჯვრებით, ხატებით ტაძარს, მიწისძვრა და შავი ჭირი შეწყდა. ასე რომ ამ დროიდან მოდის უკვე ზეიმით ამ დღესასწაულის აღნიშვნა. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენს ტაძარში მოგზანდა დედა ღვთისმშობლის მირომდინარე ხატი, როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნიშანი არის და მოწმობა იმისა, რომ ღვთისმშობელი ივერიის კურთხეულ მიწას, მის წილხვედრ მიწას და ქვეყანას და ხალხს არ მეატოებს. საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ 2011 წელს განხორციელებული საქმიანობების შესახებ ჟურნალისტებს ანგარიში წარუდგინა. სააგენტოს პრიორიტეტულ სექტორებს წარმოადგენდა კინოინდუსტრია, ტურიზმი და უძრავი ქონება. მიმდინარე წელს სააგენტო სავაჭრო პალატასთან ერთად ერთობლივ პროექტს განახორციელებს, მათ დაგეგმილი აქვთ საფეიქრო საინვესტიციო პროგრამების განხორციელება, სემინარები და ბიზნეს ფორუმები.
ჩვენ სავაჭრო პალატასთან ერთად შევიმუშავეთ ერთწლიანი გეგმა და აქტიურად უნდა ჩავრთოთ კერძო კომპანიები, მათ შესაძლებლობა ექნებათ მთელი წლის განმავლობაში მიიღონ მონაწილეობა სავაჭრო პალატასა და საინვესტიციო სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, ასევე ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან მათ შეუძლიათ სწორედ განსაზღვრონ ის ქვეყნები, სადაც სურთ რომ განახორციელონ ერთობლივი პროექტები უცხოელ ინვესტორებთან ერთად და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას მათ რომ მოახდინონ ორმხრივი შეხვედრები საზღვარგარეთ. პირველად ბიზნესს აქვს საშუალება რომ იცოდეს მთელი წლის კალენდარი, რაც შესაბამისად მათ განსაკუთრებით უადვილებთ საკუთარი გრაფიკის მიხედვით რომ დაგეგმონ მათში მონაწილეობა, თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, რომელი უფრო ეფექტურ შედეგს გამოიღებს და არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში იმართება. ამ შემთხვევაში შევთანხმდით რომ ერთობლივად გავაკეთებთ შეხვედრებს რეგიონებში, როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონების პოტენციალით, ისე ადგილობრივი ბიზნესმენებისათვის და მათი კავშირების გასაზრდელად. იუსტიციის სასწავლო ცენტრში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლები ტრენინგს გადიან. ინტერაქტიული სემინარის მონაწილეები მომსახურებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. სწავლების მიზანს წარმოადგენს იუსტიციის სახლის თანამშრომელთათვის ეფექტური მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკის ნაწილს. კერძოდ, ღია კონკურსის წესით შერჩეული თანამშრომლები ჩვენთან გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ, რომ გამოიმუშაოს ეფექტური მომსახურების საჭირო უნარ-ჩვევები და ამის მეშვეობით ისინი იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს თავაზობენ სერვისს კომფორტულად და გამარტივებულად. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამომავლოდ იმისათვის, რომ იუსტიციის სახლში ვიმუშაოთ, ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს მომხრეებთან ურთიერთობის ის ძირითადი სტანდარტები, რაც ძირითადი და გადამწყვეტი არის სწრაფი და ეფექტური მომსახურებისათვის. ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრების თეიმურაზ რუხაძისა და ლევან გრძელისის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიცია თეიმურაზ რუხაძის გარდაცვალების წლისთავზე გაიხსნა და მის ხსოვნას ეძღვნება. ის პროფესიით ექიმი იყო, ასევე პროფესიით ექიმია ლევან გრძელიძეც ფოლკლორის ცენტრში 200-მდე ფერწერული ტილო გამოიფინა. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც სურვილი აქვს რომ ნამუშევარი აჩვენოს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უსასყიდლოდ, ჩვენ აქ გამოვფენთ ყველას ნიმუშებს, ასევე თვითონ ნამუშევარი ჩვენთან რჩება ფოლკლორის ცენტრში და კეთდება მუდმივ მოქმედი, ასე ვთქვათ, გამოფენას, რომელიც ყოველთვის იქნება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. ეს გამოფენა არის პირველი პერსონალური ჩემი. აქ არის მოკრეფილი ყველაზე კარგი რაც შეიძლება ყოფილიყო გამოსაფენი. და ეს არის სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა სტილში გაკეთებული ფერწერა. ეს არის ისეთ ნებისმიერ ადამიანს სურს იმის გარდა, რა პროფესიაც აქვს, გაარკვიოს თავისი ადგილი სამყაროში, გაარკვიოს რა არის ადამიანი და რა არის ეს სამყარო. ნიკოლას სპარქსის რომანი დღიური უკვე ქართულ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. წიგნი გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა. რომანის პრეზენტაცია სიმბოლურად სიყვარულის დღეს გაიმართა. პრეზენტაცია დავამთხვიეთ ამ ბოლო ხანებში ტრადიციად დამკვიდრებულ სიყვარულის დღესასწაულს. აი ამ ავტორის წიგნების მიხედვით მრავალი ფილმია გადაღებული, რომელსაც იცნობს ჩვენი მაყურებელი. ეს გახლავთ იგივე დღიური, ეს გახლავთ გზავნილი ბოთლში და აი ამის მიხედვით შეიძლება გაახსენდეს მაყურებელს თუ რა წიგნია ეს. წიგნი არის სიყვარულზე, სიყვარულს ეხება, ეს არის სიყვარული ახალგაზრდობიდან ძალიან ღრმა ხანდაზმულობის ასაკამდე, რომელიც არ ცუდება. სიყვარული არის ის თემა, რომელიც მკითხოს ყოველთვის აინტერესებს, მაგრამ ალბათ აი ესეთი უკვდავი სიყვარული, რომელიც სხვათა შორის არ არის ტკბილი ტიპის სიყვარული, არამედ ძალიან მოქმედებს. მე რო ვთარგმნიდი თამტიროდი ნახევრად, იმიტომ რომ ძალიან გულის ამაჩუყებელი ამბავია და ეგება აი კითხველმა, ვინც წაიკითხავს ამას და ვისაც ჯერ კიდევ წინა აქვს ეს. ეგებ იგრძნოს, როგორ შეიძლება ადამიანი როგორ ხას უსვამ, გიყვარდეს მთელი ცხოვრება.